დღესასწაული, რომელიც 25 წელიწადში ერთხელ იმართება, სამების საპატრიარქო გუნდი რომსა და ფლორენციაში სანტა მარია მაჯოროს და სან ლორენცოს ტაძრებში კონცერტებს გამართავს. პოლიფონიური გალობა, ხალხური სიმღერები და საგუნდო ნაწარმოებები კათოლიკური ეკლესიის ისტორიული ღონისძიების იუბილე 2025-ის ფარგლებში უნდა აღხერდეს. ქართულ აღხერდება. ქართულ საგალობლებს დამახასიათებელი მრავალხმიანობით აუდიტორია იმ ისტორიულ ტაძრებში მოისმენს, რომლებიც იტალიური კულტურისა და არქიტექტურის უნიკალურობას ყველაზე თვალსაჩინოდ ასახავენ. იტალიაში საკუთარ შემოქმედებას კიდევ ერთი საგუნდო კოლექტივი, გორის ქალთა გუნდი წარმოადგენს. რამდენიმე წლის წინ, როდესაც ვატიკანში, სიქსტეს კაპელაში სამების საკათედრო ტაძრის მგალობელთა გუნდმა პატრიარქ ილია მეორის ღვთისმშობლისადმი მიძღვნილი საგალობელი შეასრულა, იტალიურმა მედიამ ამ შესრულებას განსაკუთრებით ემოციური უწოდა. ნაწარმოებს კი შთამბეჭდავი. თავად გუნდისთვის კი ძალიან მნიშვნელოვანი იყო ის მოწვევა, რომელიც თავად რომის პაპისგან მიიღეს, რადგან ეს იყო ქართული საგუნდო კოლექტივის პირველი გამოჩენა სიქსტეს კაპელაში. საპატრიარქო გუნდი იტალიაში ავე მარიას კვლავ შეასრულებს. ისევ იანო ალიბეგაშვილთან ერთად, ოღონდ ამჯერად იუბილე 2025-ის ფარგლებში. 23 და 25 ნოემბერს საქართველოს კულტურის სამინისტროს ხელშეწყობით სამების კათედრალის საპატრიარქო სახელმწიფო კამერული გუნდი სოლო კონცერტებს რომსა და ფლორენციაში გამართავს. ჩვენი კონცერტები ჩატარდება იტალიისთვის და მსოფლიო კულტურისათვის ძალიან მნიშვნელოვან ადგილებზე. რომში სანტა მარია მაჯორეს ტაძარში, რომელიც რომში და იტალიაში ღვთისმშობლის მთავარი ტაძარია და ერთ-ერთი უდიდესი სიწმინდე ყველა კონფესიის, ყველა აღმსარებლობის ქრისტიანობისათვის და ფლორენციაში სან ლორენცოს ტაძარში, სადაც არის ასევე იტალიური რენესანსის ერთ-ერთი ცენტრია ეს ტაძარი და მედიჩების განსასვენებელი და სადაც არის მიქელანჯელოს ერთ-ერთი შედევრი მედიჩების კაპელა. საღამო რომში დაახლოებით 2 საათს გაგრძელდება და მოიცავს უდიდეს რეპერტუარს, რომელიც ქართულ ფოლკლორსა და მრავალხმოვანების განსხვავებულ ნიმუშებს წარმოაჩენს. ჩვენ როდესაც უცხოეთში მივდივართ, ხოლმე ვცდილობთ, რომ ქართული საგუნდო მუსიკის ყველა პლასტი წარმოვადგინოთ. და ამიტომ ორივე კონცერტში, რომშიც და ფლორენციაში შევასრულებთ ქართულ შუა საუკუნეების პოლიფონიურ გალობას, ქართულ ხალხურ სიმღერებს და თანამედროვე ქართველი საგუნდო კომპოზიტორების ნაწარმოებებს. იოსებ კეჭაყმაძის, ზვიად ბოლქვაძის, გია ყანჩელის შედევრებს და კონცერტს დააგვირგვინებს პატრიარქის ავე მარია, რომელსაც იანო ალიბეგაშვილთან ერთად ავაჟღერებთ. სახელმწიფო კამერული გუნდი იტალიაში იუბილე 2025-ის ფარგლებში საერო ხასიათის კონცერტებს გამართავს. იუბილე 2025 კათოლიკური ეკლესიის მნიშვნელოვანი საზეიმო მოვლენაა, რომელიც ყოველ 25 წელიწადში ერთხელ იმართება. ეს არის ზეიმი, რომელიც აერთიანებს არა მხოლოდ კათოლიკეებს, არამედ სხვა რელიგიურ თემსა და კეთილი ნების მქონე ადამიანებსაც. იუბილეს საფუძველი ჩაეყარა 1300 წელს, მიტევებისა და სულიერი განახლების ნიშნად. მას შემდეგ ის იქცა კათოლიკური ეკლესიის რეგულარულ მოვლენად. იუბილე 2025-ის ღონისძიებები დაიწყო 2024 წლის 24 დეკემბერს და 2026 წლის 6 იანვრამდე გაგრძელდება. მასში მონაწილეობას კულტურის სფეროს წარმომადგენლები მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყნიდან იღებენ. საქართველოდან იუბილეზე 2 საგუნდო კოლექტივია მიწვეული: სახელმწიფო კამერული გუნდი და გორის ქალთა გუნდი.